ამ ვიდეოში ვნახავთ თუ რა სიძახიან ბრძოლის წინ ჩარლზ ოლივერა და ილია თოფურია. ასევე ცნობილი მებრძოლების პროგნოზებს განვიხილავთ და რა თქმა უნდა ჩემ პროგნოზსაც ჩავდებ ამ ვიდეოში და დაიმახსოვრეთ. ზუსტად ესე მოხდება. იქამდე კიდევ თქვენ თვითონ დაწერეთ პროგნოზები, ძალიან საინტერესო იქნება ამ პროგნოზების კითხვა და რომელი პროგნოზი ახდება და ვინ იქნება წინასწარმეტყველი. იქამდე კიდევ ვნახოთ რა უთხრას თერნდაუნზე ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივერას. ჩარლზ, დიდი პატივისცემა ჩემგან, მე უბრალოდ ვალდებული ვარ და ვამტკიცო რომ უკეთესი ვარ. კი, ჩემი ოჯახები, შენიც რაც უნდა გავაკეთო. კაი ბრძოლა იქნება. წუხარ, მე არ მინდოდა ეს რომ შენ ყოფილიყავ. დამშვიდი, მე მზად ვარ. ეს შეხვედრა ჩემია, წუხარ. ილია, შენ რო გამოჩდი, ფანები შტვენით შეგხვდნენ. შენ გაკვირვებული ხარ თუ ცუდი ტიპის როლი მოგწონს? სიმართლე გითხრა, მე ამას მიჩვეული ვარ. ერთადერთი რაც მინდა მივიღო სიამოვნება ბრძოლისგან. თუ შენ პირველივე რაუნდში გაიმარჯვებ, რა გზავნილი გექნება? მას გამარჯვება უნდა, თუმცა ეს ფანტაზია. Vamos galera, arriba, vámonos! ილია, შენ თუ მოიგებ, გახდები ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, სულ რაღაც 9 შეხვედრაში. ასე მოკლე ხანში ჩემპიონობა რას ნიშნავს შენთვის? ის რომ მე საუკეთესო ვარ, მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. მე გავიმარჯვებ ამ შეხვედრაში და დავანოკაუტებ ოლივერას. ყველა იყო დარწმუნებული ჩემთან, მაგრამ გახსოვთ, ვის რა მოუვიდა. ამას წინათ ხაბიბმა თქვა, ისლამთან ბრძოლამდე შენ უნდა შეხვედროდი ჯერ ჩარლზ ოლივერას. მას ჯერა რომ შენ დაამარცხებ ჩარლზს, რას ფიქრობ, რატო იძახის ამას ჰაბიბი? მაგრამ კიდია რა უნდა ჰაბიბს. შენ დაანოკაუტე ვოლკანოვსკი და ჰოლუეი. ეხლა იძახი რომ ჩარლზსაც იგივე ელის. შენ სიამოვნებს ლეგენდების გათიშვა თუ რაშია საქმე? რა თქმა უნდა, რადგან თუ შენ ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებ ლეგენდებს, ადრე თუ გვიან შენც ლეგენდა გახდები. მსუბუქი წონის ტიტულის მოპოვების შემდეგ როგორ ფიქრობ, pound for pound-ის რეიტინგში პირველ ადგილზე შენ უნდა იყო? არ ვიცი, არ მიყვარს ესეთი კითხვები. რასაც UFC გადაწყვეტს მივიღებ. სიმართლე გითხრა, ეს რეიტინგები მართლა არ მანაღვლებს. შენ ცნობილი ხარ ლეგენდების განადგურებით. თუ ეხლაც იგივე მოხდა, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი? აზე არ ვარ. დანა, ვინ იქნება შემდეგი? ბრძოლის მერე გადავწყვეტ. ვინც გინდა, თუ გავითვალისწინებთ ოლივერას ავტორიტეტს, მასზე გამარჯვება რაზე გავლენას მოახდენს შენ სახელზე, როგორც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლზე. ასეთ მებრძოლთან შეხვედრა ბევრს ნიშნავს. ის ლეგენდა ამ სპორტში. თუმცა ჩარლზის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან. ყოფილი ამ დივიზიონის ჩემპიონი მახაჩევი ამ კვირაში გაკრიტიკებდა. ის იძახდა რომ კიდია ეს კითხვა შენთვის დაიტოვე. შენ ამ სპორტის ლეგენდას ვოლკანოვსკის შეხვდი, რა მოხდა ბრძოლაზე? მე გავიმარჯვე. მაქს ჰოლუეითან რა მოხდა? მე გავიმარჯვე. ჩარლზ ოლივერასთან რა მოხდება? გავიმარჯვებ. მე დაუმარცხებელი ვარ. როგორ ფიქრობ, დანა შენზე გაბრაზებულია იმის გამო რომ ამ სპორტის ლეგენდებს ანადგურებ? მე არაფრის მეშინია, მხოლოდ ღმერთის. ილია როგორც ყოველთვის იყო თავდაჯერებული და დარწმუნებული ვარ თავის სიტყვებს აახდეს ის როგორც ყოველთვის აკეთებს ამას. იქამდე კიდევ ვნახოთ ცნობილი მებრძოლების პროგნოზები ამ ბრძოლაზე. ჩვენ წინ გველოდება შეხვედრა ქამარზე. ილია შეხვდება ჩარლზ UFC 317-ზე ძალიან დატენილი ქარდი იქნება. თვითონ თოფურია დარწმუნებულია რომ ის ჩარლზ პირველ რაუნდში დაანოკაუტებს. ოლივერა თვითონ დაიწყებს ბრძოლას შეტევით და ილიას არ მოუწევს დისტანციის შემცირება. როგორც წესი ქართველთან ბრძოლისას ყველაფერი პირიქით ხდება. ხო და სწორედ ამას ელოდება ილია. ის მას დაანოკაუტებს და ყველაფერი მალევე დასრულდება. ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ ვნახეთ ვოლკანოვსკისთან და ჰოლუეითან. კი, ოლივერა ლეგენდაა და რეკორდსმენი, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ, მისი კარიერა ამერიკულ მთებს გავს. ის ხან იგებს და ხან აგებს. მხოლოდ ბოლო წლებში მან შეძლო გამარჯვების სერიის შესრულება. მოუგო შეხვედრა პორიეს, ჩენდლერს, გეიჯის. კი, ეს მაგარია, მაგრამ მოვიდა მახაჩევი და ყველაფერი მალევე დასრულდა. ამის მერე ოლივერა დაბრუნდა კარგი ბრძოლით დარიუშთან, მერე კიდევ მარცხი არმანთან და გამარჯვება ჩენდლერთან. მას ერთ წელზე მეტი არ უჩხუბია, ილია კიდევ უმარცხებლად წინ მიიწევს. ის ახალგაზრდა, ძლიერი ტექნიკური, კრივი კი მართლა საუკეთესო აქვს დივიზიონში. ის ძალიან კარგად მოძრაობს, აქვს დამნოკაუტებელი ძალა და ჭიდაობასაც არ ერიდება. რაც შეეხება ოლივერას, ის პარტერში საშიშია და სწორედ იქ მას შეუძლია ბრძოლის მოტრიალება. მაგრამ ეს რომ გააკეთოს, საჭიროა მიწაზე კონტროლი. ილია კი არ მისცემს მას ამის საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ ილია გაიმარჯვებს, შეიძლება ეს მალევე არ მოხდეს, მაგრამ ის ბევრად სწრაფი იქნება და გამძლე. დიდი ალბათობით ეს იქნება ნოკაუტი. ან თუ გადაწყვეტილებამდე მივიდა საქმე, თოფურია დიდი უპირატესობით მოიგებს. სრულიად ვეთანხმები ბისპინგს და ოლივერა რო დააკვირდეთ, ყველა ბრძოლას იწყებს დგომში ჩეხაობით, სანამ არ მოხდება. დააკვირდით, სანამ არ მოხდება. აი რომ მოხდება გრანჭებში კარგად, მერე უკვე გადაყავს პარტერში და იქ აფინიშებს თავის მეტოქეებს, მაგრამ ილიასთან ეს იმიტომ არ გამოუვა, რომ ილიას ძალიან დამაზიანებელი
დარტყმა აქვს და თიშავს. ანუ სანამ პარტერზე ფიქრს დაიწყებს ოლივერა, იქამდე გაითიშება. ეს ჩემი აზრია. მაგრამ მოდით ვნახოთ რას ფიქრობს ვოლკანოვსკი, იმიტომ რომ ვოლკანოვსკის აზრი ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ვოლკანოვსკი მიბრძოლა ილიასთანაც და მსუბუქ წონაშიც იჩხუბა ისლამ მახაჩევთან, თან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა. მოდით შევხედოთ. არ ვიცი რა სტილს აირჩევს ოლივერა. რახანის შედარებით დიდია, თავიდანვე შეიძლება პარტერით დაიწყოს. თუ ეგრევე ცვლაში შევარდება, არ ვიცი. ძირითადად ოლივერა დგომში ბრძოლობს და მერე შეხვედრა მიწაზე გადაყავს. ეს ილიამაც ძალიან კარგად იცის. თავარია რა მიდგომას აირჩევს ჩარლზი. ილიას კი პრესინგი უყვარს და ის ძალიან ტექნიკურია. ცვლაში თოფური არის, რის მუშტებს უმისამართოდ. მას გაწერილი მოძრაობები აქვს, რომელიც ნოკაუტზეა ორიენტირებული. თუმცა შეიძლება ილია უფრო ფრთხილი იყოს და მეორე ნომრად იმუშაოს. ჩვენ ილიას ესეთი მიდგომა არ გვინახია, ამიტომ საინტერესოა რა მოხდება თუ თოფურია მეორე ნომრად იმუშავებს. მე უფრო ილიასკენ ვიხრები, მაგრამ თავარია რა ბრძოლის სტილს გამოიყენებენ მებრძოლები. თუ მაგალითად ჩარლზი ეგრევე ცვლაში შევა, როგორც ის უმეტესად აკეთებს, ილია მას ძალიან მაგრად დააზიანებს. ერთი სიტყვით ვფიქრობ, ილია ახალი ჩემპიონი იქნება დივიზიონში. რამდენი ხანიც არ უნდა გრძელდებოდეს შეხვედრა, ეს უმაგრესი ბრძოლა იქნება. მე ვერ წარმომიდგენია ოლივერას გამარჯვება. ერთადერთი თუ ის ილიას დაიჭერს მტკივნეულზე ან მახრჩობელაზე, მაგრამ ეს ძნელი იქნება, რადგან ჩარლზი ბევრ დარტყმას უშვებს. თოფურია კი მეთოქეების გათიშვაზეა ორიენტირებული. ძალიან ველოდები ამ შეხვედრას. მე ვერ წარმომიდგენია ოლივერას გამარჯვება. ერთადერთი თუ ის ილიას დაიჭერს მტკივნეულზე ან მახრჩობელაზე, მაგრამ ეს ძნელი იქნება, რადგან ჩარლზი ბევრ დარტყმას უშვებს. თოფურია კი მეთოქეების გათიშვაზეა ორიენტირებული. ძალიან ველოდები ამ შეხვედრას. ჩემი აზრით ეს ძალიან თანაბარი ბრძოლა იქნება. ჩარლზი ძალიან ძლიერია, აქვს უმაგრესი ჯიუ-ჯიტსუ და დარტყმების ტექნიკა, რაც თოფურიასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ოლივერას მუხლები, კლინჩი, მუშაობა, ეს ყველაფერი ილიას ძალიან შეანელებს. მესმის რატომაც თვლიან უმრავლესობა რომ თოფურია გაიმარჯვებს. მეც უფრო ილიასკენ ვიხრები, მაგრამ მოდით დაველოდოთ ბრძოლას. ოლივერა ხშირად ნოკდაუნში ხვდება. ილია კი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და აუცილებლად ფინიშზე იმუშავებს. ასევე არაა გამორიცხული ილიამ ბრძოლა პარტერში მოიგოს. მე ვფიქრობ, რომ თოფურიას ამ შეხვედრის მოგება შეუძლია. მთელი საქართველო ქომაგობთ ილია თოფურიას და დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ასევე თქვენ, რომ ილია გაიმარჯვებს და ახალი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდება. როგორ ფიქრობთ ამ გამარჯვების მერე? საით წავა ილია? ავა ისო ისლამ მახაჩევთან ზევით წონაში და იქ დაეჯახება მას, თუ გაჩერდება ამ წონაში და დაიწყებს ამ დივიზიონის დასუფთავებას. დაწერეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება თქვენი აზრი, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.